სამეგრელოში დედამ შვილის სადისტური ქმედების გამო საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა. როცა ლონდა აგერბაიამ შეიტყო მის შვილს დედაშვილის სასტიკბლობაში ედებოდა ბრალი, გადაწყვიტა რომ სასიკვდილო თავად იყო. ფულს სუნი არაზდის თუ სისხლში არაა გასრული. 13,000 ლარი ყაჩაღებმა დედაშვილის სადისტური წამების შედეგად მიიღეს. მკვლელობის 4 მონაწილიდან 2 აზერბაიჯანის მესაზღვრეებმა დააკავეს. ამ ფაქტს წითელი ხიდის საბაჟო პუნქტის მაღალჩინოსნები შეაძირდნენ. ერთი ამჟამადაც ძებნაში იმყოფება. დაკავებული ამ სადისტური მკვლელობის შემოქმედი რაულ აგირბაია, რომლის დედამაც გამზრდელის პასუხისმგებლობა სრულად გააცნობიერა და თავი მოიკლა. ჩვენი დროების გამზრდელის ტრაგედიისა და სამეგრელოში უპრეცედენტო თვითგანაჩენის შესახებ სოსო ბარნაბიშვილი გიამბობთ. სამეგრელოში გამზრდელს დასტირიან, ოჯახის სირცხვილს მან სიკვდილი ამჯობინა. დედა შვილის მაყნული დედა ეს დედა ისეთი გაუგეთა დედა შვილმა დედა თავს მარტო არის საცხოვრდა დედა დედის დატირებამდე სამეგრელოში სხვა ჭერს მოედო ცრემლი, იქ ყაჩაღებმა სისხლის გუბეები დატოვეს. ოჯახიდან სისხლის კვალის წაშლას ნათესავები დღემდე ვერ ახერხებენ. დედაშვილი მიმოზა პაჭკორია და ლადო არნანია ყაჩაღებმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. სისხლის კვალი აი ამ ადგილას აქ. ამ ადგილას იყო სისხლის გუბე რა, სისხლის გუბე. ეხლაც ვერ ამომიწვინდი, აი, ეხლაც ამჩნევია გეტო. ყაჩაღობა 26 იანვარს მოხდა. შუაღამისას მერაბ არნანია ბიძაშვილის სახლიდან გამოსულმა ხმაურმა გააღვიძა და რამდენიმე ნათესავთან ერთად ოჯახის საშველად წავიდა. თოფის იმის ლულით ჩემმა ძმისმა შეახო და შევიხედეთ. იქ ის იდგა მაგიდა და შევიდა გოგო და ეგრევე იყირა. დაუხოცავთ ამათი დედა ვატირეო. მერაბთან ერთად ტრაგედიის კარი კაკო არნანია მათ შეაღო. გავაღეთ კარი, იქ ესვენა საწყალი, სისხლით აღებული, დედა იქით ეგდო და გამოჭრი. განაქონდა იმის აქაც უკანაც და მერე ერთი იყო, რაც მთავარი იყო აი აქ. ეს იყო გადაჭრილი უკან. სკავიკებით იყო ნაცემი. იმის მერა ყირო გამოაჭრეს. 59 წლის დედისა და 37 წლის შვილის გვამები რამდენიმე საათში პროზექტურაში გამოიკვლიეს. სამედიცინო ექსპერტი მხოლოდ ჭრილობების რაოდენობას არ შეუძრავს. ექსპერტმა იცხრა ან ძველი ხირურგიის, ნამდვილი ხირურგიის გაკეთებულია ან ყასაბისო, ესაც ყვა ექსპერტმა. ის მართლაც ყასაბია, ბაზარში ხორცს ამუშავებდა და არნანიების ოჯახთანაც მეგობრობდა. ჩვენმა გაზრდილებმა ისევ ჩვენ დამხოცეს, როგორ გითხრა, ხა თვითონ შოქში ვარ და რა ვიცი, რა გითხრა. ყოველდღე ერთად ვიყავით, სამეგობრო ვიყავით, რა ვიცი, ხა. ვისაც ვაწმებდი, მაგან გახვდა ხოლმე ასეთია დათქვამი და ისე გავიკეთეს, რა ვიცი. როდესაც ლონდა აგირბაიამ შეიტყო, რომ სასტიკ მკვლელობაში მისი შვილის რაულ აგირბაიას ხელი ერია, ოჯახთან ერთად დასთან გაიხიზნა. სირცხვილის სიკვდილით გამოსყიდვაზე ის მეუღლეს გამუდმებით ესაუბრებოდა. წავიდა და ერთად დაუხსო თავია. რას უშვედეს მაგას მევთხარი. 100 მილიონი რო დაიხსოს თავი. მაინც არ უშვედეს ყველაფერი მევთხარი და გავჩერდოთ მე. რა მიგდო ჩვენმა შვილმა, ამიტყიდაოთ, დაგლიჯავოს ხსისა, ამოწყიდაო და ჩვენ სიცოცხლე არ გვინდაო. მოვედიო, მაგრამ ეუბნებოდა თავის მას წავიდეთო სახლში. თავი მოვიკლათო. ლონდა აგირბაიას თავი რომ არ მოეკლა 24 საათი დარაჯობდნენ, მაგრამ 5 დღიანმა ღამისთევამ სიფხიზლეს ვერ გაუძლო. იქნებოდა დაახლოებით ღამის 3 საათი. ლონდა აგერბაია ბოსელში თოქს ეძებდა, მაგრამ როგორც ჩანს ძალზე ჩქარობდა და ვერ იპოვა. სამაგიეროდ მან ნალიასთან შეამჩნია კიდე. გაიღვიძა გვერდზე არ იყო
ცოლი იმის თოვლი იყო და იმის ნაკვალებით მოვიდა და დავინახეთ ხეზე ჩამოკიდებული. კალგორგით იყო ჩამოკიდებული, თავის კალგორგით. გული დამწვარა, რა მექნა არ ვიცოდი. შვილი გამოდგა უღმართი და რაბრალი გონდა დედას. ანტონ არნანია მოკლულ დედაშვილს ბაბუად ეკუთვნოდა. 93 წლის პენსიონერ პედაგოგს აკაკის გამზრდელი ახსენდება. ის მიხვდა თუ რა გააკეთა მისმა შვილმა. ოდა რო ეს ჩვენებია სხვა დედებისათვის, რომ უღირსი შვილის დედამ თავი არ უნდა იცოცხლოსო. ამას ამბობს მისი მოქმედება. გამზრდელის პასუხისმგებლობა ყაჩაღობაში მონაწილე სხვა პირების მშობლებმაც იგრძნეს. მათ სახლები მიატოვეს, მაგრამ მანამდე საკუთარი ჭერი დაარბიეს, ფანჯრები ჩალეწეს და ეზოებს ჭიშკრები შეხსნეს. ეს თვითგანაჩენია. სამეგრელოში ღობე მორღვეული ეზო დამღაა, რომელსაც ოჯახი ვერასდროს მოიცილებს. მეგრული ტრადიციით ჭიშკარწაქცეულ კარმიდამოს აღარავინ იყიდის, მას დრო და საქონელი გააპარტახებს. როგორც მეზობლები ამბობენ, რაულ აგირბაიას 3000 ლარი ჰქონდა წაგებული და იმ დღეს გოგა აგირბაიასთან, დიტო ბულიასთან და ირაკლი აგირბაიასთან ერთად არახს სვამდა. მათი ბირჟა აქ იყო. დილის ფასი აქ ყოველთვის მერყეობს. თავიდან ის 2 ლარი ღირდა. შემდეგ 2 და 30, შემდეგ 2 და 80. ანუ იმ ადამიანებმა, რომლებიც აქ ბირჟაზე ისწენ, კარგად იცოდნენ, ვინ და რამდენს ყიდდა. ლადოსაც ერთი თვის გაყიდული ჰქონდა თხილი. მისი ოჯახი ყოველთვის ღია იყო მეგობრებისთვის. შევედეშინით დავჯექი და ალისადას ხალი ჯოკერები თამაშობ. კარგია. ხალი ფულები დამეთი, ამავე იარაღი შევაში. არა მასოფული. მაშინ უდიდან ჩააწყეს შეშის ნაჭერი. შეშის ნაჭერი ვინ ჩააწყა? რაული იყო შეშის ნაჭერი და რასშვილი მეთქი. მეც ხელი გავაკეთე. შეაწყი. რადგან დროს დედამისი მაგაიოც და შევედი. და უკანა ოთახში გავიყვანე. სადისტურად დაჩეხილები, აი რა ვიცი რა უნდა თქვა ამათთვის. ყაჩაღებმა 13000 ლარი დედაშვილის სადისტური წამების შემდეგ მიიღეს და უკანა ეზოდან გაიქცნენ. ყაჩაღთა ჯგუფი ამ ადგილას 2 ნაწილად იყოფა. 2 კაცი ღობეს ამტროს და იმ მიმართულებით გარბის, 2 კი აქეთ. როგორც ამბობენ, დანაშაულის, ანუ მკვლელობის იარაღი მათ მდინარეში ჩააგდეს. ის ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის. ყაჩაღობაში ეჭმიტანილი 3 პირი, რაულ აგირბაია, გოგა აგირბაია და დიტო ბულია 2 დღეში დააკავეს. ირაკლი აგირბაიას კი ისევ ეძებენ. ის რამდენიმე დღის განმავლობაში ჭირსუფლებს გვერდიდან არ სცილდებოდა. შეშადაჩეხა ლობიოს მოხარშვაში რაღაცა, ნუ ყველაფერში რაც იყო საჭირო, ოთახშიც იყო შესული, სადაც ეს მოხდა. ასეთი რა ვიცი. რა თქვა, იქ ოთახში შევიდა. კაი ოთახში მე თვითონ არ ვიყავ, მაგრამ ვითომ მაგით ჭირსუფალივით იქცეოდა რა. სამძიმარდებოდა ყველას ნათესაობაზე ასეთ ამბავი. ჭირისუფლის როლში შესულ ირაკლი აგირბაიას განაჩენი ბიძამ გამოუტანა და სახლი დაულეწა. სამეგრელოს არ ახსოვს, რომ მკვლელის ოჯახი ოდესმე მისივე ნათესავებს დაერბიოს. ამას ყოველთვის დაზარალებული მხარე აკეთებდა. მოკლული ვარაც, ვერ ცხოვრობ, ნორმალურად და რაღაცა. სასწავლად მოკლეს და გავიგინაგეთ. ყაჩაღობაში ეჭვიტანილებს რამდენიმე დღის წინ წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა სოფლის განაჩენს ვერც მათი ოჯახები გაექცევა. სამეგრელოში სანამ სახლის საძირკველს გათხრიან, პირველი რასაც აკეთებენ, ჭიშკარს დგამენ. ეს ნიშნავს, რომ აქ ცხოვრება დაიწყო. მაგრამ თუ ოჯახში ჭიშკარი წაიქცა, ეს ნიშნავს, რომ აქ ცხოვრება მოკვდა და არასდროს აღორძინდება.